პირველებს კლინიკაში სულ რამდენიმე წუთის წინ დაუდასტურეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაჭრილი ჯონი მარიდაშვილი მათ კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, თუმცა მედიკოსები ამბობენ, რომ ჯონი მარიდაშვილის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, პირველების ინფორმაციით ამ დრომდე გრძელდება ხარებასა და გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირება, სწორედ ამას ემსახურებოდა 17 იანვარს მომხდარი ფაქტი, როდესაც დინამოზე ასპრიასთან ჯონი მარიდაშვილს ხარებას ჯგუფის წარმომადგენლები დახვდნენ და იყო რამდენიმე გასროლა. ჯონი მარიდაშვილი არის გიორგი უბილავას ახლო გარემოცვის წარმომადგენელი. გიორგი უბილავა კი პირდაპირ კავშირშია გიორგი შინჯიკაშვილთან და ჩვენ ვიცით, რომ ხარებასა და შინჯიკას შორის რამდენიმე თუ არაც დაპირისპირება მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით იყო კიდევ რამდენიმე გარჩევა, მაგალითად, როდესაც ზვიად ხარაზიშვილი დეკემბრის ბოლოს მოხვდა ავერსის კლინიკაში. გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ სწორედ შინჯიკას ჯგუფის წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ ჩვენი ინფორმაციით ახლა ხარებას ბიჭებმა იძიეს შური შინჯიკას გარემოცვის წარმომადგენლებზე, მივიდნენ ასპრიასთან და ჯონი მარიდაშვილს ესროლეს. რაც შეეხება გიორგი უბილავას, რომელიც არის გიორგი შინჯიკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მან ქვეყანა უკვე დატოვა. ჯონი მარიდაშვილის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შეიყვანა კლინიკაში, მას ჩაუტარდა რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია და როგორც მედიკოსები ამბობენ, ეს დაზიანებები მას ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ქირურგიული ოპერაციები უკვე დასრულდა და ჯონი მარიდაშვილი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას. ის გამოიკითხა უკვე მის პალატაში და სავარაუდოდ მან უკვე მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ინფორმაცია იმ საბედისწერო ღამესთან დაკავშირებით, რომელიც 17 იანვარს მოხდა. ციტი მარიდაშვილი ჯონდი 33 წლის შემოყვანილია 17-ში ღამე, ჩაუტარდა მას ოპერაციული მკურნალობა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მას ჭრილობები მიყენებული? ამოღებული იქნა უცხო სხეულები. ხალხ ქვედაკიდურებში აღენიშნება ნასროლი ჭრილობები? ქვედაკიდურებზე აღენიშნება პატარ-პატარა ჭრილობები და როგორც გითხარით, ეს უცხო სხეულები ამოღებული იქნა და გაგზავნილი იქნა ექსპერტიზას. და მრავლობითი დაზიანებაა? მრავლობითი პატარ-პატარა დაზიანებებია. მის პალატაში თუ იყო რამე საგამოძიებო მოქმედებები გამოკითხვა მაგალითად? კი,